მესამე მხარე უნდა იყოს აუცილებლად მუშათა გრასისგან, ეს არის ჭიათურის პრობლემა და აუცილებლად ვინც იცის აქ არ ჩამოსულა ნახტის განმავლობაში, ვინც იცის ჭიათურის პრობლემები, დასწრეს სამთვრივ კომისიაში მთავრობასთან და დამსაქმებლების გაერთიანებასთან ერთად და შედგეს მოლაპარაკება. სწორედ შიმშილის მიზეზიც ეგ არის, რომ ჩვენ არ მოგვისმინეს, არ დაგვშვეს იქ სადაც უნდა დაგვეჟღერებია ჩვენი ხმა, ქუჩიდან არ ჩანს ისე კარგად და არ ისმის, რასაც ქუჩაში ვაჟღერებთ. აქ არავის არ ჩამოუტანია მანქანა და ნადგარები. არ დაუწყიათ ტელეფონების გამოშვება. მიწას ამუშავებენ ჩვენს მიწას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და პირველ რიგში ეკუთვნის ჭიათურებს, რომელი მიწიდან ავადდებიან ჭიათურები, ზარალდებიან ჭიათურები. ამიტომ პირველ რიგში თავარი გამოსავალია ეს, უმაღლესმა ხელისუფალმა გამოიჩინოს ის ნება, რომ ხალხს დაანახოსო მე ვარ თქვენს მხარეს. არ მაინტერესებს არც ერთი კომპანია, არც ერთი ინვესტორი, ჩემთვის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს თუნდაც ერთი ადამიანი და მით უმეტეს აქ უკვე საკითხი დგას მთელი ქალაქის ბოლო დღემდე არავის არ გაუკეთებია განაცხადი ხელისუფლების საწინააღმდეგო, არ გაუკეთებიათ პოლიტიკური განცხადებები, არ დაუმტვრევიათ და არ დაუწყეთ რადიკალური ქმედებები. აქედან გამომდინარე, როცა ხედავს ამხელა დაჩაგრული სიტუაცია ადამიანების, რომ გამოდის უმაღლესი ხელისუფალი და ამბობს და აჟღერებს კომპანიის სასიკეთო ენით საუბრობს და იგივეს იმეორებს, რაც რუპორ ტელევიზიებში ვრცელდება, ეს პირველ რიგში მოსახლეობისთვის არის ძალიან დიდი გამამცირებელი მდგომარეობა. ინვესტორი არის, ყველა პირველი ინვესტორი ამ ქალაქში მოსაფერები. ჩვენ ასეც ვსაუბრობთ, ამ ქალაქში შავი ქალაქია, ვიღაცა არაკაცურ ფილმებს იგებს ამაზე. პირიქით, ჩვენი ქალაქს უნდა გაუჩნდეთ პერსპექტივა, რომ სხვა ადამიანი შემოვიდეს აქ. ინვესტორი არ შეიძლება ბევრი შემოვიდეს. ეს არის ამ საქმის არსი ხალხო. რადგანაც არ იქნება სხვა რამე უნდა იყოს. ინვესტორს ჭირდება მოფერება. ნებისმიერი ქვეყანა გაუგარებული ქვეყანა ეფერება თავის ინვესტორს, მაგრამ ისეთი რაღაცა უნდა იკეთოს ინვესტორმა, რომ დაგიწვას იქაურო. ეს არის თავად, მაგრამ დაგიგრევს და ხალხი ამ მდგომარეობაში ჩაგიყენებს. მე მაგითი ვამბობთ, მაგრამ ყველა დანაშაულზე ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი. თავი ქალაქია, ოქრდა, დრების ქალაქია. ამას ვის გააკეთებს? არის ამ ქალაქის მტერი, რომელიც პირველია. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავაკეთოთ ისო, მე რასაც ვაკეთებ პირადად. ამიტომ ჩვენ ვიდე ერთობა ხარ. ვიდა მეგობრობა. ნებისმიერ თემაში უნდა ვიყოთ ერთად. ინვესტორსაც უნდა მოვედგეთ, ერთმანეთსაც უნდა მოვედგეთ, საქმეც უნდა ვაკეთოთ. როგორც ცხოვრება, ყოველგვარ პოლიტიკის და განაჭარბების დღეში. მე ვიქნებს, ვარ ვიქნებ ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრება. და ვაპირებ თავისუფლად და რაღაცია. კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ეს არ არის ვიღაცა ინვესტორი ჩამოვიდა აქ ააგუბუნა ქარხნების შექმნა სამსახურები და იმის სამადლოდ უნდა ვიყოთ. აქ არის სხვა კონკრეტული რამე, ხო მინდა რომ დავასრულო. აქ ჩვენ ვითხოვდით ერთ რამეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდეს და იქნება ჩვენ ვცდები. იქნება მოხონები, არასწორია. ეს იყო იმისთვის საჭირო, რომ ხალხსაც იმედი გქონდეს, რომ ჩვენ ხელისუფლება ზურგს გვიმაგრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვიტყვია, რომ ხელისუფლება ასე და ხელისუფლება ისე. ჩვენ პირიქით ბევრი კარგი განაცხადი გავაკეთებთ. ჯგუფები მოაგზავნიან დიდი. ჩვენ რო ვითხოვდით იმ ნაციონალიზაციის თემას. აქ არა ვარ ჩვენ, მე არა ვარ იურისტი, მე ვარ რიგითი ჭიათურელი, იმ დღესაც გაგეცანით რა პროფესიისაც ვარ და მე არ ვიცი ახლა იურიდიულად როგორ შეიძლება ნაციონალიზაციის დალაგება, მაგრამ ზუსტად ვიცი კომპეტენტური ხალხისგან, რომ ეს შესაძლებელია. ერო, ჭიათურა და ვაშინგტონი. რა მნიშვნელობაა ქართულ ეკონომიკაში? იცით ეს რა? ათოსი იკარგება დღევანდელი შეხვედრის ათოსი იკარგება დღევანდელი შეხვედრის როგორც ექიმი ხო? ხო, ორ მეგობარს შეჭრიდა, 2-3 მაინც შეჭრიდა, ყველაფერი კარგად. აი ხო, თორე მე დავდო ეს ტელეფონი და ვიყირო. დინეს რომ რამე გამოვიდეს. მე ვარ და გამისამსაადი გამოვიდე და მიხედო იმას. სოციალური რეალიზმი არსებობს, იცით ეს ძალიან კარგად. დააფინანსა თუ არა თქვენები ვინმე. 12000 ლარი. იმ პირდაპირ ხოლმე სოფია. ოიცადე ვერ კომპენსაცია. ეგ რა არის რომ ითხრათ აბა? არა, გეკითხები. გეტყვით ახლა არაფერი არ არის დასამალი. 200 პოლიტიკაში კიდევ მოსვლა თქვენ? გეკითხებით.
თქვენი აზრით მე ჩემი აზრი არა გაშხარებული ფინანსურად ჩვენი ფინანსები არის გამჭვირვალე ძალიან კარგად ჩვენი ფინანსები არის გამჭვირვალე თქვენ გერმანიიდან ასევე საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ანგარიში ძღია არის და გამჭვირვალეა ყველანაირად თუ მაგით უნდა დაიწყოს ჩვენი დაშავება რაც არაერთი მკვლელობაა ის თანხები რაც ირიცხება ჭიათურის მშრომელთა კავშირის ანგარიშზე სრულად ხმარდება და კიდევ მოხმარდება მომავალში ჭიათურის და ჭიათურელების კეთილდღეობა არა მარტო საქართველოს ეს მომართა მე ზიარა ხო და პრაბას უხსენთ ამ ადამიანებს კონკრეტულად უშუალოდ თუ ახლა ვერ გაგწევთ როცა ვსაუბრობ ეს პრობლემა საიდან უნდა მოგვარდესო პირველი არის თუ არა ხელფასების ჩარიცხვა არის ის საიდან უნდა ჩაირიცხოს ჩემი ნალაპარაკი არა მე გეტყვი საიდან უნდა ჩაირიცხოს 2000 აი ზუსტად 2-3 წლის წინ ქართულ ბანკმა რაც ის ესა ჯორჯია მანგანეზე არის ესებია ქართული ოსნების სასაფინანსო ის უნდა დაამასა ისო ნახო ისო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს ქალაქი გარიყა ეს ქალაქი მიატოვა ეს ქალაქი უიცამო ნუამბო ბიჭო თქვი ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბიჭო თქვი გარიყა იმუტოვა კომპანია საგიწია ხელისუფლება ცენტრალურმა ხელისუფლებამ კომპანიას გაცხარების მიზეზი იყო ის რომ აქ არის როგორც პოლიტიკური პარტიები როგორც ოპოზიცია ასევე პოზიცია და აქ მიდის ისეთი საუბარი რომ პოლიტიკური გულები დაიწენონ რეალურად ამ პრობლემაზე და ამ პრობლემის მოგვარებაზე არ მიდის საუბარი ამასთან ერთად ჩვენი აზრი და ჩვენი ნათქვამი სიტყვა თითქოს აზრს მოკლებულია ისე საუბრობს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი და თან ამასთან ერთად აცხადებს რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩართულია და ცდილობს რომ მოაგვაროს ეს პრობლემა ჯერ ერთი როგორ არის ჩართული როცა რეალურად არ იცის აქ რა პრობლემები დგას არ მოусმენია ხალხისთვის და მე არ წარმომიდგენია რომ ეს პრობლემები ზუსტად იცოდეს და მსგავს განცხადებებს აკეთებდეს რა განცხადებებიც მე სხვადასხვა სატელევიზიო სივრცეებით მომისმენია ვიმედოვნებ რომ არ არიან ინფორმირებულები იქედან გამომდინარე რომ მათმაც კი არ იციან იმ ადამიანებმა ვისაც პირადად ვესაუბრე და პირადად თითქმის ყველაფერი აუხსენი მათმაც კი ვერ გაიგეს რაშია პრობლემა რა არის პრობლემა და დღეს საუბრობენ იმაზე რომ ინვესტორი საჭიროა აუცილებელია და კარგია და როგორ არის კარგი ინვესტორი შეგვიძლია ჩვენ გავიაროთ ახლა ჭიათურის ტერიტორიებზე და ვნახოთ ამ 20 წლის განმავლობაში რა ზიანი მიაყენა გარემოს ამ ინვესტორმა რომ ამბობენ იმას რომ კანონის ფარგლებში მოიპოვება ღია კარიულ წესით მარგანუმი როგორი კანონიერება როცა ორმოებია თხრილებია გზები ჩავარდნილია სახლები დანგრეულია და არაფერი დაკომპენსირებული არ არის რა არის კანონიერი ამაში მე ვერ ხვდები და გამაღიზიანებელია ესეთი გამოსვლები როცა ისევ ცდილობენ დღევანდელი ინვესტორი დარჩეს აქ და ისე მოგვარდეს პრობლემები როგორც აქამდე გვარდებოდა გულისხმობ იმას რომ ვითომ გვარდებოდა იმ ეტაპისთვის რაღაცა დამაიმედებელი ნაბიჯი გადაიდგმებოდა თუმცა შემდეგ ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემის მომტანი იყო როგორც დღეს უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვდგევართ ვიდრე აქამდე ყოფილვართ აი გამოსავალი რა არის თქვენ გამოსავალი ის არის რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩამოვიდეს და მოგვისმინოს ჩვენ და დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას როგორ ოპერირებს ჯორჯიან მარგანეზი ჭიათურაში რას აკეთებს როგორ მიიყვანა რეალურად ამ მდგომარეობამდე ჭიათურა ვფიქრობთ რომ არიციან არესვით მე ვიმედოვნებ რომ კარგად არიციან იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი იციან მაშინ მოგვიწევს არა მარტო ინვესტორს ვებრძოლოთ პირდაპირ მნიშვნელობით არამედ დღევანდელ ხელისუფლებას ერთი რაც არის ყველაზე დიდად გაღიზიანება რამაც გამოიწვია ჩემში ჩვეულებრივი პარტ-აქტივია ორივე მხრიდან პოზიცია ოპოზიცია და ამ პარტ-აქტივში არის ისეთი ხალხი რომლებიც შავი სიით ტარდებიან ჯორჯიან მანგანეში ღებულობენ ხელფასებს მაგრამ არაფერს არ აკეთებენ კომპანიის ან ჭიათურის სასიკეთოდ ვიცით ძალიან ბევრი მაქსიები ჩვენც გვაქვს უკვე და ძალიან მალე თუ გონს არ ხელფასიღებენ ჭიათურ მანგანუმისგან ხელფას იღებენ ჭიათურ მანგანუმისგან ჩვენ ნაშრომს ნაოფლარს სისხლით ოფლით სიცოცხლის ფასად რომ დოვლაც გმნით ჭიათურაში ვიღაც წურბელები ჭამენ ყველა სახელი და გვარი ვიცით
ამიტომ არასაჯაროა. კონს მოეგონ თორე გავასაჯაროებთ. მართლა გავასაჯაროებთ და ჭიათურაში დასადგომი აღარ ექნებათ, იმიტომ რომ ჭიათურის წურბელები არიან და დღეს, აი ზუსტად დღეს იმის გამო რომ ხელფას იღებენ, დღეს დაიწყეს კომპანიის ინტერესების გატარება, დღეს დაიწყეს. კონკრეტულად ვინ? აი დღეს იქ ხო იყვნენ, ვინ დაიწყო? სახელებს და გვარებს შემდეგში მოვყვებით, თუ გონს არ მოეგებიან. დღესდღეობით თავ შევიკავებ. როდემდე აპირებთ? სანამ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და პრემიერი არ ჩამოვა და არ გაგვესაუბრება ამ პრობლემებთან დაკავშირებით. თუ რა გეგმა გვაქვს და თუ მათ რა გეგმა აქვთ, მანამდე ვაგრძელებთ შიმშილობას.